კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს სხდომა. განსახილვას საკითხებში გვაქვს უბრალოდ სანამ გადავალთ ამაზე გეტყვით განრიგს, მიმდინარე კვირის სავარაუდო განრიგს. პირველი რომ ჩვენ ინტერპელაციის წესით შემოსულიყო ფრაქცია საქართველოსთან ეკონომიკის მინისტრის მიმართ ინტერპელაციის კითხვები. Ქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის მინისტრთან, ის მიმდინარე კვირას ხვალიდან პრემიერთან ერთად იქნება საგარეო ვიზიტში, ამიტომ მიმდინარე კვირას ვერ შეძლებს მოცლოს და ეს ობიექტური მიზეზი არის, რომელიც რეგლამენტით არის გათვალისწინებული. ამას გარდა შემდეგი სასესიო კვირა 23 ივნისის სასესიო კვირაში არის იქნება პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და რეგლამენტის მიხედვით ამ კვირაში არ შეიძლება ინტერპელაციის ჩატარება, ამიტომ აქედან გამომდინარე საგაზაფხულო სესიაში ეს ინტერპელაცია ვერ შედგება და გადაიწევს სასწრაფო სესიაზე. გისმენთ ბატონ შალო? კი ბატონო, ალბათ ეკონომიკის სამინისტროდან მოვა ეგ შეტყობინება და მის საფუძველზე ჩვენ გავიწევთ ჩვენს ინტერპელაციას და მე საშემოდგომო სესიები, როდესაც გაიხსნება, სექტემბრის თვეში თავიდან შემოვიდანთ. კი ბატონო, კი ველით ოფიციალურ წერილს ეკონომიკის სამინისტროდან და ხო ტექნიკურად ალბათ აჯობებს რომ გაიწვიოს, რომ შეიძლება შემოდგომამდე სხვა კითხვებიც დაგიგროვდეთ და მე როგორ შემოვიდანთ განახლებულ ინტერპელაციას და შესაბამისად შედგება ინტერპელაცია. რაც შეეხება მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღეებს, ამ დღის წესრიგით, რომელიც გვაქვს ჩვენ სავარაუდოდ დაგჭირდება სამშაბათი, ოთხშაბათი, 2 დღე პლენარული სხდომებისთვის დაჩქარებული პროექტებიც არის და ასე ვთქვათ, 2 დღით ამოვწურავთ პლენარულ სხდომებს. ახლა რაც შეეხება უშუალოდ დღის წესრიგს. განსახილვას საკითხებში დაგვემართა უმაღლესი განათლების შესახებ განხილვა მესამე მოსმენით, ასევე უმაღლესი განათლება მესამე მოსმენით, ზოგადი განათლების შესახებ განხილვა მესამე მოსმენით. ეგრისის ეროვნული პარკის შექმნის და მართვის შესახებ კანონის პროექტი მესამე მოსმენით, ადმინისტრაციული წარმომადგენლთა კოდექსის ცვლილების პაკეტი მეორე მოსმენით, წყლის რესურსების მართვის შესახებ პაკეტი მეორე მოსმენით, ტყის კოდექსის ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით, პაკეტი მეორე მოსმენით, გარემოს დაცვის პასუხისმგებლობის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით, ცივგომბორის დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ პროექტი მეორე მოსმენით, შვილად აყვანისა და მინდობის აღზრდის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების წესში ცვლილება მეორე მოსმენით, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, ასევე სამოქალაქო კოდექსში ცვლილება მეორე მოსმენით, ნოტარიატის შესახებ კანონის ცვლილება მეორე მოსმენით, საპარლამენტო მდივნის შესახებ კანონის ცვლილება პირველი მოსმენით და მოგახსენეთ ინტერპელაციასთან დაკავშირებით, აქ დღეს ვერ ჩავნიშნოთ, ვინაიდან გვიწევს გადატანა ინტერპელაციის, სადაც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, წარმოდგენილი არის სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული სამშობლო საქმის კოდექსში ცვლილება, გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი თუ შეიძლება თანხმობას გამარტივებულ წარმოებაზე, მადლობა. შემდეგი ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ. აქ დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი წამყვან კომიტეტად გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია შემოთავაზებული სავალდებულო დასკვნისთვის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი. კი ბატონო, დაჩქარებული წესით არის ესეც და თანხმობას, მადლობა. შემდეგი უცხოელთა მოქალაქეობის სამხედრო პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის ცვლილება პაკეტი. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა საკმაოდ ძელი პაკეტია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წამყვანი კომიტეტი და გთხოვთ აქაც კი ბატონო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება წამყვანი და დაჩქარებულზე გთხოვთ თანხმობას, მადლობა. დიახ. კოლეგებო, მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, შემოთავაზა გვექნება, რომ რა თქმა უნდა, განვიხილოთ დაჩქარებული წესის აღნიშნული ცვლილებები, ძალიან დიდი სამუშაო არის გაწეული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდებოდა აღნიშნული ცვლილებები. გთავაზობთ, რომ მიმდინარე სასესიო სხდომის კვირაში არ განვიხილოთ აღნიშნული ცვლილებები და გაჩქარებული წესით მისი მოცულობიდან გამომდინარე და შემდეგი სასესიო კვირას რომ იყოს განხილული. თუ არის შესაძლებელი, რომ ასეთი პრინციპით განსაზღვროთ განხილვის ვადები. დაჩქარებული სტატუსი ჰქონდეს, ოკონტროლ განვიხილოთ თანხმობას და დაჩქარებული განხილული 23 ივნისის კვირაში. დიახ. მადლობა.
მადლობა. ზოგადი განათლების შესახებ კანონშეცვლილება. აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა განათლების მეცნიერების და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტის სავალდებულო დაცვისთვის. მადლობთ თანხმობას, კოლეგებო დაჩქარებაზე მადლობა. საჯარო შესყიდვების შესახებ კანონშეცვლილების პაკეტი. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წამყვანი კომიტეტის სტატუსით, აქაც დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნა. კი ბატონო, დიდი პაკეტი არის მიმდინარე კვირას. ეს ხო? კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას. მადლობა. საავტომობილო გზების შესახებ კანონშეცვლილების პაკეტი. ხოლმე მოგახსენებთ, აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა, წამყვანი კომიტეტი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, გარემოს დაცვის და იურიდიულ საკითხთა სავალდებულო დასკვნისთვის თუ თქვენ სხვა გადაწყვეტილება არ გაქვთ. მადლობთ კომიტეტები. ნარჩვენების მართვის კოდექსიც არის ამაში, აქედან მე ყველა კომიტეტი მიგითით დაჩქარებულია და თქვენი გადასაწყვეტია. ხო, უბრალოდ ნარჩენების მართვის კოდექსი. შემოთავაზება რომ განვიხილოთ დიახ დაჩქარებულად აღნიშნული სრულებები. შემოთავაზება გვექნება რომ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობის პრაქტიკა გვაქვს როგორც ყველასთან ასევე გარემოს დაცვის კომიტეტთანაც და გთავაზობთ რომ ერთი კომიტეტი იყოს წამყვანი კომიტეტი უკაცრავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მაგრამ ამავდროულად თუ რაიმე საკითხი იქნება ნარჩენების მართვის კუთხით რა თქმა უნდა გვექნება კონსულტაციები შესაბამისად კომიტეტთან წამყვანი აქ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შემოთავაზებული. საავტომობილო გზებიდან გამომდინარე. ხო, ну მაშინ თავაზობთ რომ ერთი კომიტეტი იყოს, რადგან დაჩქარებული წესით არის და არჩევს ხო, ერთი შეგვიძლია, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის იყოს. ეკონომიკას ეხება ეს უფრო და ნარჩენების კუთხით მე თუ რამე მექნა. შინაარსიდან გამომდინარე უფრო ეკონომიკის კომიტეტის არის. კარგით, მაშინ ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი იქნება წამყვანი სავალდებულო კომიტეტების გარეშე და დაჩქარებულზე გთხოვთ კიდე თანხმობას. მადლობა. ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების განათლების მეცნიერების და ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტს აქაც დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნა. კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას დაჩქარებულ განხილვაზე. მადლობთ. წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ კანონის გამარტივებული წესით განხილვის მოთხოვნა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წამყვანი კომიტეტის სტატუსით და კი ბატონო, გთხოვთ თანხმობას გამარტივებულ წარმოებაზე. მადლობთ. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება ესეც დაჩქარებული წესით განხილვაზეა წარმოდგენილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტი, წამყვანი კომიტეტი, იურიდიული სავალდებულო იყო თუ თქვენ თვლით თუ ერთი კომიტეტი. ისე დიახ, გამომდინარე იქიდან რომ საპროცედურო კომიტეტთან ერთად იურიდიულ კომიტეტიც ვიყავით ჩართული აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებაში, რა თქმა უნდა, თავმჯდომარის კაბინეტთან ერთად შემოთავაზება გვექნება რომ მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იყოს განხილველი აღნიშნული საკითხის. ბატონო თანახმობა. ხო, კი ბატონო, ხო, აქვე ინფორმაციისთვის მე ვიქნები მომხსენებელი ამ პროექტზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან იურიდიულ და წევრებთან და იურიდიულ წევრებთან ერთად ინიციატორები ვართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იყო ჩართული ამ პროცესში. და მე მგონი დღეს შევძლებთ უკვე პირველი მოსმენა იყოს დეტალებთან დაკავშირებით კიდე გვექნება საუბარი შეეხება დახვეწას კიდე რეგლამენტის ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ახალი რეგლამენტით ბევრი პროცედურა დაიხვეწა პარლამენტის საქმიანობა უფრო ეფექტიანი გახდა და არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება შემოთავაზება პარლამენტის მიმართ რიგი დებულებების კიდე უფრო მეტად დახვეწასთან დაკავშირებით და გვექნება უკვე ამაზე რჩეულობა გთხოვთ თანხმობას დაჩქარებულ წარმოება წამყვანი კომიტეტი იქნება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სავალდებულო კომიტეტის გარეშე. შემდეგი გახლავთ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩოს შეთანხმების ცვლილება. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი განათლების მეცნიერების ახალგაზრდა საქმეთა კომიტეტის საგარეო და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, ხელშეკრულება. სხვა მოსაზრებები არ არის, ასე განვიხილავთ. შემდეგი გახლავთ საქართველოს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ცვლილების შეტანის თაობაზე ოქმი. აქ ეკონომიკური პოლიტიკის წამყვანი საგარეო ურთიერთობათა საფინანსო საბიუჯეტო სოფლის მეურნეობის და ჯანმრთელობის დაცვის სავალდებულო დასკვნისთვის. კი ბატონო, ასე განისაზღვრება. ამით საკანონმდებლო ინიციატივას მორჩით, რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, კენჭისყრელი არის საქართველოს მთავრობის განკარგულება 26 წლის 5 ივნისის საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის საპარლამენტო მდივნის შესახებ კანონში ცვლილებების და მისი თანმდევი
პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნის შესახებ ეს განვიხილეთ. ეხლა არის დასაჩქარებელი, ეხლა ითხოვე. კი ბატონო, წინას. კარგი, თხოვთ მაშინ თანხმობას დაჩქარებაზე. შემდეგი კენცაღლის საკითხი, ესე იგი მეორე, მესამე, მეოთხე საკითხები გახლავთ განხილვის ვადების გაგრძელება, ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ჯანდაცვის კომიტეტი პროექტებთან დაკავშირებით გთხოვთ აქაც თანხმობას განხილვის ვადების გაგრძელებაზე. მეხუთე საკითხი ცნობათვირად სოფლის მეურნეობის კომიტეტის მომართვა სამუშაო ჯგუფის შექმნის და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ, რომელიც ეხება იუნესკოს ნომინაციაზე საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციების მეთოდის წარდგენას. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა უთხრა სოფლის მეურნეობის კომიტეტს ამ სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის, როგორც კოლეგებს გახსოვთ, სწორედ სოფლის მეურნეობის კომიტეტი იყო, რომელმაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმუშავა თავის დროზე ხორბლის და პურისწყობის ტრადიციის იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლის ნომინაციაზე წარდგენის საქმეზე და წარმატებით დასრულდა და დღეს არა თუ ასე ვთქვათ კულტურულ ძეგლად არის აღიარებული, არამედ უკვე ბოლო კვლევებით დადასტურებულია, რომ საქართველოს არის ვასთან ერთად ხორბლის სამშობლოც. და ეს ბოლო კვლევებით, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, არის სულად დადასტურებული და ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმაც ამ თემის პოპულარიზაციაში მიიღოთ მონაწილეობა, რომ საქართველოს არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. და სწორედ ამიტომ აქედან იყო ინსპირაცია იუნესკოს წარმატებული პროცესიდან გამომდინარე, რომ მათ შორის ლუდის ხარშვის ტრადიციის მომზადება მოხდეს იუნესკოსთვის ნომინაციაზე და წინა გამოცდილებით პარლამენტი ამ მხრივ კარგი პლატფორმა არის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობის, ისე სამეცნიერო წრეების ჩართულობის და სოფლის მეურნეობის კომიტეტმა, მისმა ხელმძღვანელმა ბატონმა გელასამხაროვლმა ითავა ეს საკითხი, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ვისაც ინტერესი გაქვთ, გთხოვთ რომ ეთამნაშროლოთ ამ სამუშაო ჯგუფს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოწვევის განმავლობაში შევძლებთ, რომ იუნესკოზე კიდე ერთი ქართული კულტურის ასე ვთქვათ ტრადიცია მოხდეს მისი აღიარება როგორც არამატერიალური კულტურული ძეგლისა, ასე რომ წარმატებას უსურვებ ამ სამუშაო ჯგუფს. შემდეგი ცნობათვირად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომართვას თავმჯდომარის მოადგილედ გრიგოლ აბესაძეს არჩევის შესახებ, ასევე ცნობათვირად კულტურის კომიტეტის დასკვნას საჯარო სამართლის პირის საზოგადო მაუწყებლის 2025 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ასევე აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი არის 2025 წლის ანგარიში, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. საპენსიო ფონდის მიერ არის წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიში და ფინანსური ანგარიშგება, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს, როგორც წამყვან კომიტეტს და ჯანდაცვის კომიტეტს, როგორც სავალდებულო კომიტეტს. შემდეგი გახლავთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარგული ეროვნული კომისიის 2025 წლის ანგარიში, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაეცემა, როგორც წამყვან კომიტეტს და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, როგორც სავალდებულოს და ბოლო საკითხი გახლავთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო ადმინისტრაციის 2027 წლის კორექტირებული საბიუჯეტო განაცხადი და 28-30 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები, რომელიც გადაეცემა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ გვექნება ბიურო 12-ს რომ დააგდება 15 წუთი და შემდეგ 12 საათზე უკვე პლენარის დომით დავიწყებთ საქმიანობას.